დღეს მინდა ხახვის ჯანმრთელობის სარგებელზე მოგითხროთ და ბოლოს რამდენიმე რეცეპტი და რჩევა შემოგთავაზოთ. ვინ არ იცის, რომ ხახვის სასარგებლო ბოსტნეულია, მაგრამ მოდით კონკრეტულად განვიხილოთ კერძოდ რატომ და რისთვის არის ის სასარგებლო. პირველ რიგში ხახვი აუცილებელი საკვები ნივთიერებების, მათ შორის ვიტამინი C-ს, ვიტამინი B6-ის, კალიუმის და დიეტური ბოჭკოების მდიდარი წყაროა. ეს საკვები ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მთლიანი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ხახვი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა კვერცეტინი და გოგირდის ნაერთები. ეს ანტიოქსიდანტები უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან იცავენ და ქრონიკული დაავადებების რისკს ამცირებენ. ხახვი არტერიული წნევის დაქვეითებისა და გულის დაავადებების რისკის შემცირების უნარის გამო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ჯანმრთელობისთვისაც. ხახვის გოგირდის ნაერთებმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ქოლესტერინის ჯანსაღი დონის შენარჩუნებას. ის ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს შეიცავს და განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ანთებითი დაავადებები, მაგალითად ართრიტი აქვთ. ვიტამინი C-ს დიდი შემცველობის გამო ხახვის მოხმარება იმუნურ სისტემას აძლიერებს. ეს ვიტამინი ორგანიზმს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნასა და შესაბამისად ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ხახვი დიეტური ბოჭკოების კარგი წყაროა, შესაბამისად ის საჭმლის მომნელებელ სისტემას ნორმალურ ფუნქციონირებაში ეხმარება და ხელს უშლის ყაბზობას. ის ასევე შეიცავს პრებიოტიკებს, რომლებიც ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების საკვებს წარმოადგენს და შესაბამისად ხახვის მოხმარება ამ სასარგებლო ბაქტერიების კოლონიების ზრდას უწყობს ხელს. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ხახვში შემავალი ნაერთები, განსაკუთრებით კვერცეტინი, შეიძლება გარკვეული ტიპის კიბოს რისკის შემცირებას დაეხმაროს, როგორიცაა ნაწლავის, კუჭისა და საკვერცხის კიბო. ხახვს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ის შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. ამის გამო ხახვი შესანიშნავი პროდუქტია დიაბეტით დაავადებულთათვის ან ამ მდგომარეობის განვითარების რისკის ქვეშ მყოფთათვის. ხახვის ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები ასევე ეხმარება რესპირატორული მდგომარეობის სიმპტომების შემსუბუქებასაც, მათ შორის ასთმისა და ალერგიის შემთხვევაშიც. ეს ბოსტნეული შეიცავს ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის. ისინი ამცირებენ დაბერების ნიშნებს და სახეს ერთიან და კაშკაშა ფერს უბრუნებენ. მისი გოგირდის ნაერთები მნიშვნელოვანია სხეულის დეტოქსიკაციის პროცესებისთვის. ისინი ღვიძლს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში ეხმარებიან. გარდა ამისა, ის ძლიერი და ჯანსაღი ძვლების შესანარჩუნებლად აუცილებელ მინერალებს, კალციუმს და ფოსფორს შეიცავს. ხახვში შემავალ გოგირდის ნაერთებს მის თავის კანში შეძერის ან რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში შეუძლია ხელი შეუწყოს თმის ზრდას და გააუმჯობესოს თმის ზოგადი ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა სახეობა ჯანმრთელობისთვის სარგებელს გვთავაზობს, სპეციფიკური თვისებები შეიძლება ტიპებსა და მოყვანის პირობების მიხედვით განსხვავდებოდეს. მაგალითად, წითელი ხახვი მათი მაღალი ანტიოქსიდანტური შემცველობით გამოირჩევა, ხოლო ტკბილი ხახვი ცნობილია უფრო მსუბუქი არომატით. ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ თქვენ საკვებ რაციონში ამ ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობას შეიტანთ. მიუხედავად იმისა, რომ ხახვი უკიდურესად სასარგებლო პროდუქტია, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მასზე ინდივიდუალური რეაქციები შეიძლება განსხვავდებოდეს და ზოგიერთ ადამიანს შეიძლება საჭმლის მომნელებელი დისკომფორტი ან ალერგია ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში ჯობს რჩევისთვის ექიმს მიმართოთ. ამ ადამიანებში მისმა მოხმარებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს დაწყებული კანის მსუბუქი გაღიზიანებით და დამთავრებული უფრო მძიმე სიმპტომებით, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება ან ანაფილაქსია. თუ ხახვის ალერგიაზე გაქვთ ეჭვი, მნიშვნელოვანია მას მოერიდოთ და დაუყოვნებლივ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. ასევე არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ხახვის მონელება უჭირთ. ის მათში საჭმლის მომნელებელი დისკომფორტს, შებერილობას, გაზებს ან გულწმარვას იწვევს. ზოგადად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემების მქონე პირებისთვის ალბათ ჯობს შეზღუდონ ხახვის მოხმარება ან ხახვის უფრო მსუბუქი ჯიშები მოიხმარონ. ასევე აღსანიშნავია ის, რომ გარკვეული მედიკამენტების, განსაკუთრებით სისხლის გამათხელებლების მიღების შემთხვევაში სასურველია მიმართოთ ექიმს და დაეკითხოთ თქვენს კერძო შემთხვევაში ხახვსა და წამალს შორის უარყოფითი ურთიერთქმედება ხომ არ არსებობს. ხახვის ჯანმრთელობაზე გავლენაზე როცა ვსაუბრობ, ცალკე უნდა გამოვყოთ ადამიანების ჯგუფი G6PD-ის, ანუ გლუკოზ-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის დეფიციტით. ამ გენეტიკური ფერმენტის დეფიციტის მქონე პირებმა ხახვის მიღებისას შეიძლება ჰემოლიზი, სისხლის წითელი უჯრედების დაშლა განიცადონ. ეს მდგომარეობა უფრო ხშირია მამაკაცებში. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებმა ხახვის მირთმევას თავი უნდა აარიდონ.
გოგირდის მაღალი შემცველობის გამო ხახვმა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება მჟავა რეფლუქსის ან გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომები გამოიწვიოს ან გაამწვავოს. თუ თქვენ ეს პრობლემები გაქვთ, შეიძლება ხახვის მიღების შეზღუდვა ჯობდეს, განსაკუთრებით უმატ ან ცხარე კერძებში. ახლა კი რეცეპტების და რჩევების დრო დადგა. ხახვის საფენიხველის საწინააღმდეგოდ სახსრების, ყელის ან ყურის ტკივილის შესამსუბუქებლად დაგჭირდებათ 1 დიდი ხახვი. ჩაის სტილო. ხახვი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ქსოვილის ნაჭერზე მოათავსეთ. ისე გადაკეცეთ, რომ ხახვი არ გადმოიყაროს. მიკროტალღოვან ღუმელში ან ორთქლზე გაათბეთ. ხახვის თბილი კომპრესი ართრიტის შემთხვევაში მტკივნეულ სახსარზე, ხველის შემთხვევაში გულმკერდზე, ყელი ტკივილის დროს კი ყელზე დაიდეთ და ზემოდან პირსახოცი დაადეთ, რომ სითბო დიდხანს შეინარჩუნოს. წამოწექით და მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში, ან უმჯობესია 1-2 საათი გედოთ. საჭიროების შემთხვევაში დღეში 3-ჯერ შეგიძლიათ გაიკეთოთ. ხახვისა და თაფლის ხველის სიროფი. დაგჭირდებათ 1 ხახვი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი შაქრით ჩაანაცვლოთ. ხახვი დაჭერით თხელრგოლებად და სუფთა მინის ქილაში ჩაყარეთ. დაასხით თაფლი, სანამ ხახვი სრულად არ დაიფარება. დახურეთ ქილა და რამდენიმე საათის განმავლობაში ან ღამით გააჩერეთ. გადაწურეთ და ხველის ან ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ მიიღეთ. ხახვის თმის ცვენის საწინააღმდეგო სავლები. დაგჭირდებათ 1-2 ხახვი, წყალი. ხახვი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ქვაბში მოათავსეთ. ხახვის დასაფარავად საკმარისი წყალი დაამატეთ. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ 10-15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. შამპუნით თმის დაბანის შემდეგ გამოიყენეთ როგორც თმის სავლები. ხახვის გაციების საწინააღმდეგო ჩაი. 1 გაუფრცხვნელი საშუალო ზომის ხახვი, 500 მლ წყალი. მთლიანი გაუფრცხვნელი ხახვი გარეცხეთ და 4-ხად დაჭერით. ჩაყარეთ ქვაბში და 9 ლიტრი წყალი დაასხით. 5-10 წუთი ადუღეთ და გადაწურეთ. სურვილის შემთხვევაში თაფლით დაატკბეთ და შესაძლებლობის დაგვარად ცხელი ხლოპ-ხლოპით მიერთვით. გაოცდებით, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ ხახვის გემო ამ საოცრად სასარგებლო ჩაის საერთოდ არ აქვს. ეს ბოლო რჩევა კი თქვენს ჯანმრთელობას არ ეხება, მაგრამ რადგან ხახვზე ვსაუბრობთ, მოდით მისი ნაფრცხენებისგან მცენარეების ზრდისთვის სასარგებლო ერთ რეცეპტს მოგცემთ. ხახვის ნაფრცხენები ან ხახვის დარჩენილი ნაწილები კონტეინერში აგროვეთ და წყლით დაფარეთ. 1 ან 2 დღის განმავლობაში გააჩერეთ. ბოლოს ეს ხახვიანი წყალი თქვენი მცენარეების მოსარწყავად გამოიყენეთ. ხახვში შემავალი საკვები ნივთიერებები მცენარეს ჯანსაღზრდაში დაეხმარება. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.